გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით 10 ყველაზე სისხლისმღვრელ ომზე კაცობრიობის ისტორიაში. ზოგადად კაცობრიობის ისტორია ეს ომების ისტორიაა. მშვიდობიანი პერიოდები ძალიან ცოტა თუ იყო. ათეული დავიწყოთ შედარებით მცირე მასშტაბებით, თუმცა რეალურად მცირე არც ერთი მათგანი არაა. ნაპოლეონის ომები 1799-1815 წლები. ნაპოლეონი ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებთან აწარმოებდა ომებს 1799 წლიდან 1815 წლამდე. მან ევროპის რუკის ახლებურად გადახატვა ჯერ კიდევ ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებამდე დაიწყო. დაამთავრა ვატერლოუს ბრძოლით. ნაპოლეონის ომებმა სულ მცირე 3,5 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამ რიცხვს ორჯერ ზრდის. სამოქალაქო ომი რუსეთში 1917-1923 წლები. სამოქალაქო ომში, რომელიც 1917 წლის რუსეთის რევოლუციას მოჰყვა, უფრო მეტი ხალხი დაიხოცა ვიდრე ნაპოლეონის ომებში, არანაკლებ 5,5 მილიონი ადამიანისა, ხოლო ზოგიერთი უფრო თამამი შეფასებით 9 მილიონი. მართალია ეს მაშინდელი კაცობრიობის 9% არ აღემატება, მაგრამ მაინც ძალიან დიდი დანაკარგი გამოდის. მით უფრო რომ სამოქალაქო ომი ყირიმის აღებით არ დამთავრებულა. ცალკეული წინააღმდეგობების კერები ზღვისპირეთში 1923 წლის ივნისამდე გაგრძელდა, ხოლო ბასმაჩემთან ბრძოლამ კი 40-იან წლებამდეც კი გასტანა. დუნგანების აჯანყება 1862 წელს ჩინეთში ჩრდილო-დასავლეთში იფეთქა დუნგანების აჯანყებამ ცინის იმპერიის წინააღმდეგ. ჩინეთის და არაჩინეთის მუსლიმი ეროვნული უმცირესობები დუნგანები, უიღურები, სალარები აჯანყდნენ ჩინელ მანჯურ ფეოდალთა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. აჯანყებას ერთიანი ხელმძღვანელი არ ჰყოლია. ჯამში 8-დან 12 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ გადარჩენილებმა თავი რუსეთის იმპერიას შეაფარეს. მათი შთამომავლები ახლაც ცხოვრობენ შუა აზიის სახელმწიფოებში. აილუშანის აჯანყება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნე. ტანის დინასტიის ეპოქა ჩინეთის სახელმწიფოს სიძლიერის მწვერვალად ითვლება. სოფლიო ისტორიოგრაფიაში აჯანყებას აილუშანის სახელით იცნობენ. იმპერატორის და მისი საყვარელი მხევლის ნდობით ისარგებლა თურქული ან სოგდიური წარმოშობის აილუშანმა და თავის ხელში მოაქცია უდიდესი ძალაუფლება. მის ხელქვეითი იყო ჩინეთის 10 სასაზღვრო პროვინციიდან 3, მთელი თავისი სამხედრო ძალებით. ძველი წელთაღრიცხვის 755 წელს აილუშანმა აჯანყება წამოიწყო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. მართალია ძველი წელთაღრიცხვით 757 წელს აჯანყების მეთაური აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ აჯანყების ჩახშობა მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლეს. სულ მცირე 13 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთის აზრით კი ეს რიცხვი 36 მილიონია. როგორც არ უნდა იყოს, აილუშანის აჯანყების შემდეგ მაშინდელი კაცობრიობის რიცხვი 15%-ით შემცირდა. პირველი მსოფლიო ომი 1914-1918 წლები. მსოფლიოს სისხლის ზღვრის სასტარტო გასროლა სარაევოში მოხდა 1914 წლის 28 ივნისს, ხოლო ზავს ხელი 1918 წლის 11 ნოემბერს მოეწერა. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მოკრძალებული ანგარიშით 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა. თუ თქვენ სადმე სხვა ციფრი შეხვდებათ, მაგალითად 65 მილიონი ადამიანი, არ გაგიკვირდეთ. მასში შეტანილი იქნება ესპანური გრიპის მსხვერპლნიც, მსოფლიოში ყველაზე მასიური გრიპის პანდემია. ამდენი ხალხის განადგურების გარდა პირველმა მსოფლიო ომმა 4 იმპერიაც გადაიყოლა: რუსეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და თურქეთის. თემურ-ლენგის ომები მე-14 საუკუნე. ამ დიდ აღმოსავლელ მხედართმთავარს უყვარდა ადამიანის თავებით პირამიდების შენება და ამ საშენი მასალის ნაკლებობას საერთოდ არ განიცდიდა. ის იყო გენიალური მხედართმთავარი, უდიდესი სტრატეგი, რომელმაც პატარა ყაჩაღების ბანდის მეთაურობიდან მსოფლიო ბატონობაზე გამოთქვა პრეტენზია და შეიძლება ითქვას აისრულა კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი არა ადამიანური სისასტიკის ფონზე. მაგალითად სირიის ქალაქ დამასკოში 70,000 მეომარს უბრძანა, რომ 2 დღეში თითო სირიელი მამაკაცის თავი მიეტანა 7 კოშკის ასაშენებლად. მთელი ქალაქი სასაკლაოდ იქცა. თავები აღარ იშოვებოდა, რადგან ქალაქში ამდენი არც მამაკაცი იყო და არც ქალი. თემურ-ლენგის ჯარისკაცები თავებს ერთმანეთისგან ყიდულობდნენ. რომელი ჯარისკაციც ვერ მიიტანდა, მას საკუთარ თავს სჭრიდნენ. საბოლოო ჯამში კოჭლი თემურის 45 წლიანმა ლაშქრობებმა მაშინდელი დედამიწის მოსახლეობა 3,5%-ით შეამცირა. ეს კი დაახლოებით 15-დან 20 მილიონამდეა.
ტაიპანების აჯანყება 1850-1864 წლები. მეოთხე ადგილზე ისევ ჩინეთია, რაც გასაკვირი სულაც არაა. ქვეყანა მოსახლეობის სიმრავლით ყოველთვის პირველი იყო. ტაიპანების სისხლიანმა აჯანყებამ 20 მილიონი ადამიანი შეიწირა. ზოგი ამ ციფრს 100 მილიონამდე ზრდის, რაც მაშინდელი დედამიწის მოსახლეობის 8%-ია. 1850 წელს დაწყებული აჯანყება თავისი შინაარსით გლეხთა ომი იყო. აჯანყების ჩახშობა მხოლოდ 1864 წელს შეძლეს, ისიც ინგლისელებისა და ფრანგების დახმარებით. ჩინეთის დაპყრობა მანჯურიელთა მიერ. ისევ ჩინეთი და ისევ ცინის იმპერია. ამჯერად 1616-1662 წლები. 25 მილიონიანი მსხვერპლი, ანუ პლანეტის მოსახლეობის მაშინდელი 5%. ეს გახლავთ მანჯურიელთა კლანის აისინ გეროს მიერ იმპერიის შექმნის ფასი. ომის დასასრულს მანჯურიელთა ხელში აღმოჩნდა ჩინეთი, მონღოლეთისა და შუა აზიის ნაწილი. ამ მე-17 საუკუნეში დაწყებული მანჯურიელთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იმპერატორი პუ-ი 1911-1912 წლებში რევოლუციის შედეგად გადადგა ტახტიდან. მონღოლთა დაპყრობები მე-13-15 საუკუნეები. მონღოლთა იმპერიას ისტორიკოსები უწოდებენ სახელმწიფოს გადაჭიმულს დუნაიდან იაპონიის ზღვამდე. იგი ჩინგის ხანმა და მისმა მემკვიდრეებმა შექმნეს და მსოფლიოში უდიდეს იმპერიას წარმოადგენდა. მისი ფართი 24 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო. არანაკლები იყო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ იმპერიის შექმნას შეეწირა 30-დან 60 მილიონამდე. თუმცა აქ ლაპარაკია დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე. მე-13 საუკუნიდან 1480 წლამდე. ამ ხნის მანძილზე დედამიწის მოსახლეობის 7.5%-დან 17%-მდე გაწყდა. მეორე მსოფლიო ომი 1939-1945 წლები. ყველაზე საშინელი რეკორდი მეორე მსოფლიო ომმა დაამყარა. მასში დაღუპულთა რიცხვი 40-დან 72 მილიონამდე აღწევს. ეს ომი ყველაზე დამანგრეველი იყო. საერთო ზარალი მანამდე მომხდარი ყველა ომისგან გამოწვეულ ზარალს აჭარბებს. იგი ყველა ომზე უფრო მსოფლიო იყო. მასში ჩართული აღმოჩნდა 62 სახელმწიფო, იმ დროს არსებული 73-დან, ანუ მთელი პლანეტის მოსახლეობის 80%-ზე მეტი. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იქნა 100 მილიონი კაცი, აქედან დაიღუპა 62 მილიონი. ბრძოლა მიმდინარეობდა ხმელეთზე, ზღვაზე და ცაში, ომი წარმოებდა 3 კონტინენტზე და 4-ვე ოკეანეში. ეს იყო ერთადერთი კონფლიქტი, სადაც გამოიყენეს ატომური ბომბი. ატომური შეტევის მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. ომის დროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება, რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხიური დაავადების შედეგად. აგრეთვე იყო პოლიტიკური სპეკულაციები, რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ, ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140,000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74,000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე, ვინც დაიღუპებოდა ომი კიდევ რომ გაგრძელებულიყო. კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე რომ შეჭრილიყო. იაპონიაში კი მიიჩნევენ, რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ზარალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალიან უზნეობაა. 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს უდიდეს ეტაპს სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ არხით გამოიწეროთ და თვალი ადევნოთ მომდევნო ვიდეოებს. ნახვამდის.